ეპიზოდს ქვია ვატყუებთ ასაკს. ბიოლოგიურ ასაკს მინდა დავაციო ჩემი მენტალური მდგომარეობა. მე და მაგას ვერ აზრობ. დეთვით ცენზურა ირთვება ისეთი, რომელიც ისეთ ნაბიჯებს აღარ გაგიგებს. რაღაც აღარ გიხდება? ხო, აი ამ ხელა ქალს არ შეშვენის თუ რაღაც. ციფრებს რაღაცნაირად უნდა შევეშვათ რა. აი შენის ხრიკები. სოლარიუმში სულ ვარ და პაპიროსაც რო ეწეოდი, მაინც კარგად გამოვიყურებოდი. არ მისდევს უნდა მომბაძოთ, მაგრამ ნუ ხომ ფაქტია. ასაკოვანი მოზარდის სტატუსით კვლავ და კვლავ ხარ ესე იგი. ვერ გავზარდე რა. არ ვუვლი თავს და არაფერს არ ვიცხობ, არაფერს არ ვიკეთებ. 50 წლის ხვდებოდი, რომ მივხვდი, რომ პატარა ნაოჭებს ხელისწავლება ჭირდება. კამერაში ჩამდა ძალიან ცუდად. არაესთეტურად ჩამდა ჩემთვის. ეხათ მას იზრდი? მაგიტო რომ ეს ნაოჭები არ გამოჩნდა. გრავიტაცია მიცის კიდე აი ამეების წერას მოუში წერის და ციფხიზლით ვერთობი მაგრა და ყველაზე მაგარია დამიჯერეთ. აი ცოტა ეს გამისწორო მეთქი რა, აი ეს. და იმამით რა მარტო ეს რატო მოთიცო. შეყვა. ასაკ საერთოდ ვერ ხვდები. მე ვარ 53-ის ხვდები და არანაირ წამალს არ სვავ. რაღაცა ბალახობ და რა მოგივა მე კიდე შემწვარი ხო ჭირდება ჩემს ასაკში რაღაცა D ვიტამინი რაღაცებს ხო ამბობენ. შენი პასუხი არა. მინდა ახლა ზუზუებს გავიკეთებ და მინდა ყურებს დავიგზელო ჩვენი სუბიექტური აზრები დავაფიქსირეთ ამ არ შეგაწუხებ და ვიყო რაღაცნაირი. კი ბატონო. ხო, დაგოსპოილერე რა უნდა გაიკეთო რა. თქვა? არა. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. გამარჯობა, ახალი ეპიზოდით გიბრუნდებათ პოდკასტი. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და უცბად მოიწონეთ ჩვენი არხი. პოდკასტის სპონსორი აქვე შეგახსენებთ აჰავა, ეს არის მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლასა და სიჯანსაღეს. დავამატებ იმასაც, რომ ეს ბრენდი მოწონებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. დღევანდელი ეპიზოდი განსაკუთრებულია, ორი ძალიან მაგარი ადამიანი ყავს სტუმრად. ეპიზოდს ქვია ვატყუებთ ასაკს, ნიკა ლომიძე და ნანიკო ხაზარაძე არიან. ჩემი სტუმრები, მადლობა ნანიკო, მადლობა ნიკა. მადლობა შენ. თქვენ დიდი ხნის ცნობილი, ასე ვთქვათ, წყვილი ხართ. დალეცა უკვე ყველაფერი. ტელესივრცეში დაიწყეთ რაღაცა, ესე ვთქვათ, პირველი სატელევიზიო დებიუტი თქვენ ერთობლივი წყვილის იყო ტოროლები, ეს იყო და როგორც ვიცი 23 წლის წინ, ხო და ხო 2000-იან. 23-ის ლილუ ხდება, ანუ პირიქით 25 წლის წინ. ლალი მე ჯერ გათხოვილიც არ ვიყავი, ურსულადაც არ ვიყავი. ანუ ნახე უკვე აი დრო გვატყუებს ახლა ჩვენ პირიქით. ჩვენ კი არ ვატყუებთ დროს დრო გვატყუებს. არა, მე ჩვენ ვატყუებთ იმით. არა, მართლა ლილუ არის 22-ის. შენი შვილი რამდენის არის? 22-ის. ანუ გეგმაში არ იყო არც ერთი შვილი. ანუ პლუს უნდა მივუმატოთ 23-ს კიდე ერთი 3. ანუ რა გამოგვივიდა? 25-26 წლის წინ. ეგრე არის ვაკო. კი, ეგრე იყო. ეგრე იყო ეგრე. რაღა დაგიმალოთ მაშინ მაგას არ უყურებდი, მაგრამ ისე გონი ერთადერთი ადამიანია, ვინც არ უყურებდა. ხო, რო არ ეცალა, როგორ წრიდა და კერავდა. კარგი, მოდი ნანიკოდან დავიწყოთ. მეც გიდასტურებ ამას და გეტყვი, რომ ბევრჯერ მithქვამს ადრესს და ახაც გავიბერო, მართლა არ იცვლები რაღაცა ხდება შენს, ასე ვთქვათ, გენეტიკურ ინფორმაციაში, რომ გამოიყურები ძალიან კარგად და ყველა ალბათ გეუბნება და მეც გიდასტურებ იგივეს, რომ შენ ასაკთან მიმართებაში და ამას ახლა არ ვასახელებ, თუმცა ვიცი 53 წლის ხვდები. ბევრად უფრო ხო, გილოცავ წინასწარ დაბადების დღეს. შენი შვილიც ხდება 26 ოქტომბერს აკოს შვილი, მე და ღლუნტი ხვდებით ერთნაირად. მილოს მიულოსოთ, აქედან მიულოსოთ დაბადების დღე. გამოიყურები ბევრად უფრო ნაკლებად. ხშირად ისმენ ასეთ ფრაზებს დღეს დღეისობით, მაგალითად, კლავ. კი, ძალიან ხშირად ვისმენ დღესაც. დღესაც. უკვე აღარ. არა, მართლა ვისმენ და როგორ ძალიან მიხარია რომ არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ მნიშვნელობა არა აქვს. სქეს მე მგონი ყველა ძალიან გახარებული დარჩება მას შემდეგ, რაც ვიღაცა დილით მიეგებება ქუჩაში და ეთქვის რომ რა კარგად გამოიყურები. არა? ფანტასტიკური, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი შეგრძნება, როცა ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში გეტყვის კარგად გამოიყურება და სასიამოვნო მოსასმენია ეს. ყურსაც უხარია, გულსაც და გონებასაც. ნიკა, შენზე ვიტყოდი რომ ასაკოვანი მოზარდის სტატუსით კვლავ და კვლავ ხარ ესე იგი. ვერ გავზარდე რა. მოწონების ქვეშ და გამოიყურები ასევე კარგად, ახალგაზრდულად. ჯანზე ხარ და რის დამსახურებაა ეს ასევე გენეტიკის თუ რისი რა ული თავს რამე კარგად თუ რა ხდება არა არ ვული თავს არაფერს არ ვიცხობ არაფერს არ ვიკეთებ არ ვიცი რაღაცეები ხო გენეტიკა არის ხანდახან გენეტიკა ალბათ და კარგი ხასიათი აი მე მაგას უფრო ვაბრალი კარგ ხასიათს და ხო რაც უფრო იღიმი სამყაროც გიღიმის რა და გონია რომ
ყველაფრისთვის მზად ხარ და ახალგაზრდა უნდა იყო ისევ. კაია, მეც მაგამ ბავში ვარ, მე მგონი რა და სასიამოვნო ეგრე ცხოვრება. დანიკო, შენი შინაგანი ასაკი და შენი ვიზუალი ერთმანეთს ემთხვევა? არა, აბსოლუტურად არ ემთხვევა და სულ ვფიქრობ, რომ უნდა მივიდე სპეციალისტთან და ვუთხრა, რომ დამაწიოს, ანუ დააწიოს ერთმანეთს. ვინც რას აწევ, მითხარი, რას ბიოლოგიურ ასაკს მინდა დავაწიო ჩემი მენტალური მდგომარეობა. ვერ დააწევ მაგას ვერასდროს. დედას გეფიცები ხშირად, აი ახალი ადამიანი ხო გამიცნია, შეუსულ არ მასთან კომუნიკაციას საქმე რაღაც დამიგეგმავს და ბოლოს მიკითხავს მისთვის. რამდენი წლის ხარ და უთქვავს 25-ის და იქ შოკში ვარდები, რომ ვიდრე გავიგებდი მის აქს არანაირი ბარიერი არ მქონდა, ანუ მე თავს ახლა როგორ თქვა 25 წლის ადამიანად, მაგრამ კი გრძნობ ხოლმე. შენც ხო ლალი? აბსოლუტურად. სადღაც ვარ გაჭედილი. სპეციალისტი არ ვიცი რა პროფილის, ვინც მეტყვის რომ შვილო შენ ხარ უკვე ძალიან დიდი, იმასთან შედარებით როგორც გრძნობ თავს. ალბათ უკვე რატო გინდა რომ დაიწყო? მე მაგალითად ავწი, მეც ეგ მაგ შეგრძნებები, როცა ახალგაზრდა თაობასთან ჩემი შვილების მეგობრებთან, ჩემი მეგობრების შვილებთან მიწევს, რა ვიცი, ჩვეულებრივ სოციალურ სივრცეში ყოფნა, ძალიან ხალისობ იმით, რომ შედარებით მესმის მათი რა. არა, კოტე, მესმის მართლა და ბევრი პატარა მეგობარი მყავს, ჩემი შვილის მეგობრებიც, ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ აი ასაკი თავისთავად რა შვება, იცი, ფიზიკურ მონაცემს არ ვამბობ. აი რაღაცეებზე თავისით გათქმევინებს უარს. აი რაღაცა თვითცენზურა ირთვება ისეთი, რომელიც ისეთ ნაბიჯებს აღარ გათქმევინებს. რაღაც აღარ გიხდება? აი თითქოს არ მინდა რომ სტერეოტიპულად ახავსჯელობდე, მაგრამ ხო, აი ამ ხელა ქალს არ შეშვენის თუ რაღაც. აი არსებობს თვითცენზურა. აზრის პატივისცემაა ჩამოყალიბებული ესე თქვა და დოგმების პატივისცემა. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ ხო ყველა გავიზარდეთ რაღაცნაირ გარემოში და რაც გვესმოდა, იმის თლიანობა ვარ და ხო, არის რაღაცები, რასაც ისესი თამამით ვეღარ ვაკეთებ, თუმცა შიგნიდან განწყობა ზუსტად ისეთივე მაქვს, როგორც აი 25 წლის წინ მქონდა. რა ვქნავალი? ვეთანხმები, კი, აბსოლუტურად სადღაც ხო, მე სადღაც მან ვარ გაჭედილი მაგას აქში და ხო, მე ნაკლებად ვცდილობ, რომ მაგას ყურადღება მივაქციო და დოგმებში ჩავჯდე, მაინდა-მაინც არ მომწონს ეგ ამბავი. არა, არც მე არ მიშლის ხელს, მაგრამ ერთი პლუსი აქ ამ ყველაფერს კაია, რომ ინფანტილური არ ვარ და ეს ჩემი ვთქვა, სილაღე და ენერგიულობა არ ნიშნავს, რომ მოდით ეხლა და რაც გინდა მითხარით. ინფანტილიზმი სრულიად სხვა ფენომენია და ეს არ ეხება უნება. ხო და მე მგონი ამ ციფრებს რაღაცნაირად უნდა შევეშვათ რა. როგორ შევეშვათ, გრავიტაცია თავის ეშვება და ხან ძვალი აქტივდება. ხან კუნთი რა. შინაგანი სამყარო შენი ხო სხვას ფიქრობს. ასე იფიქრებს 90 წლის გადასარევი ხო და ეგრეც უნდა იყოს რა. კითხვა მაქვს შენთან, რა პროცედურები გაქვს აქამდე გაკეთებული? მან ან რუტინულად თქვათ, სამედიცინო თუ არასამედიცინო თერაპიულ პროცედურებს თუ მიმართავ ბოლო 10-15 წლის მანძილზე, რაც ხელს უწყობს შენი ჯანსაღი ვიზუალის შენარჩუნებას, ხო? ან კვების თვალსაჩინო ხო არიცაო, რაღაცა სპეციფიურ კვებაზე ხო არ ხარ, ან წყალი ხო არ გიყვარს ბევრი, იმიტომ რომ მართლა ჩვენ მაყურებლისთვის ალბათ იმას, რომ საინტერესო არის ცნობადი სახე, რატო გამოიყურება კარგად, მაშინ როცა არ უსვი არც გრიმი, ჩვეულებრივად ზის სტუდიაში, აბსოლუტურად ნეიტრალურ გარემოში და გამოიყურება კარგად. ხო, გრიმით და იმით შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეფუთო და. ხო, ნუ კანის რაღაც სტრუქტურა, თქვა, შეცვალო, შეიძლება ტონალობით რაღაცა ფორმები მისცე, მაგრამ მაინც ვერ დამალა ალბათ იმას რაც ხარ, ხო? აი შენი ხრიკები, ასე ვთქვათ, დღიური, ყოველდღიური რუტინის და თუ ჩაგიტარებია და იტარებ რაიმე პროცედურებს. ხო, ძალიან გვიან დავიწყე თავის მოვლა, რაც ალბათ არ არის კარგი, თუმცა რავი, რამდენჯერ გაგიკეთებია ჩემთვის ბოტოქსი? ნუ 2-3 მეტი არა, მაქსიმუმისიც. აი, იქ იყო ჩემი პირველი ნაბიჯები, ვთქვათ, ესთეტიკურ მედიცინაში შებიჯების. 50 წლის ხვდებოდი, არა, ნუ 59 სადღაც, რომ მივხვდი, რომ პატარა ნაოჭებს ხელისწავლება ჭირდება. და ანუ ბოტოქსი, ფილერი, რომელიც ძალიან არ მომწონს, იმიტომ რომ ეს ზედმეტი მოცულობა ჩემთვის იმხელა დისკომფორტია. არც გჭირდება. ვისაც აქვს და მოსწონს, ღმერთმა შეგარგოთ. მე არ შემიძლია, ამიტომ რატო ეხა ამ ნაოჭებს სიამოვნებით შევისწრები? მაგას ფილერი, მაგას მე გეტყვი თუ გინდა რა უნდა და აგიხსნი, მაგრამ ფილერი არ უნდა. რაღაც მაინდა-მაინც ვერ ხედავ შენ ნაოჭებს. ლალი შენ. მიმიკურები გაქვს ცოტა. ჩემს მინუსებს, ჩემო სიცოცხლე. მიმიკური ეგ ხო, მაგრამ მაინც. ხო და ანუ ბოტოქსი მომწონს. მაგრამ არ მიჩერდება დიდხანს, ამიტომ ხშირი კეთება მგონია. გეზარება. ოკეი. ხო, ანუ ჩხილის გაკეთებას ვერ მივეჩვევ ხალხალი სისტემურად, მე ძალიან არაორგანიზებული ადამიანი ვარ. ბიორევიტალიზაცია რაღაცეები კიდე არ ვიცი ზუსტად დასახელებები. ანუ გამოდის რომ ძირითად შემთხვევებში შენი პასუხი არა. არა და ტოპიკრიმს ვისვამ ბავშვების ჰიპოალერგიულს 0-დან სიკვდილამდე, შუბლიდან დაწყებული ფეხის დიდი და ტამბაკოსთან რა ურთიერთობა გაქვს და ალკოჰოლთან? ალკოჰოლი საერთოდ არ მიყვარს, ბოლოს როდის დავლია საერთოდ არც მახსოვს. სიგარეტს არ ვეწევი 2018 წლიდან. ხო არ თქვი რომ ალკოჰოლის თქვათ ესეთი უარყოფა
და თამბაქოს ბოლო 8 წლის წინ დანდელი მოხმარება ერთ-ერთი ფაქტორია, რომ შენი სახის სტრუქტურა კვლავ ახალგაზრდულად და ჯანსაღად გამოიყურება. მიუხედავად ასაკისა, ხო? ალკოჰოლს არასდროს არ ვეტანებოდი, მართალი რო გითხრა, აი ბავშვობაში თუ ავყვებოდი ვინმეს და აი პონტის გამო თუ დავლევდი, მერეც ნუ რაღაცა ისეთი მიზეზი უნდა ყოფილიყო, რომ დამელია და ამიტომ ალკოჰოლი და ჩემი თავი ერთად არა. რა ვიცი, სოლარიუმში სულ ვარ და პაპიროსაც რო ეწეოდი, მაინც კარგად გამოვიყურებოდი. არ ნიშნავს რომ უნდა მომბაძოთ, მაგრამ ნუ ხომ ფაქტია. არის. კარგი, ნიკა, მოდი ახლა შენ გითხარი რა. რა მაქვს გაკეთებული? ხო, აი მაგალითად, რა გაკეთებული? თმის განანერგვა გაკეთებული. თმის განანერგვა ვიცი, იმიტომ რომ ეს რაღაცა თმის განსხვავებული განანერგვა, თემა კი, არის. თმა მაქვს გადანერგილი. რატო გადაწყვიტე და მაგალითად ეგ ფაქტორი იყო თუ არა შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმატების კიდე დამატებით მომტანი, თქვა თვით დაჯერებული გახდი უფრო მეტად თუ რატო გადაწყვიტე მაგალითად მე მგონია რომ თუ რამე გაწუხებს ის უნდა გაიკეთო რა და მაწუხებდა ეხა აქ იმიტომ რომ ეთერში ეხა კამერაში ჩამდა ძალიან ცუდად არაესთეტურად ჩამდა ჩემთვის ხო და ამიტომ ავდექი და რა მოხდა ხო გადავინერგე შენ სარკეში ვერ ხედავ ხო მოტაკერა ძალიან მაგარია მისასალმებელია ყოველთვის მე ხა ერთს კიდე ვიზავ ერთის რესურსი კიდე მაქვს და აი ხა რა ვცნაური დანარჩენი არაფერი წინიდან რო უყურებ შენ თავს რასაც ხედავ იმით კვაყოფილი ხარ მე ხანდახან ძო გვერდიდან ან უკიდარი შეხედა შეება გული გაგისკდეს და აი ეს აღმოვაჩინე რომ თურმე ადამიანი აქედან ბერდება ნახე აი აქ რო ნაოჭები ეკიდება გულის ნაოჭი არის ეგ როგორ აღმოვაჩინე როგორ და გაიგე სადმე თუ შენ აღმოვაჩინე ფოტოში მე თვითონ ვიჭრით მას არა მე თვითონ ვიჭრით როგორ რანაირად შვები სარკე მაქვს რაღაცნაირი ანუ ადრე ტრილეჟები რო იყო გვერდებიდან რო ხედავ გვერდებიდან და ნუ ყველა მხრიდან თავს ვაკონტროლებდა რა ეს აღმოვაჩინე ეს ორი ზოლი დავიწყე ნერვიულობა ვითომ აქ ყველაფერი დანჩენი წესრიგშია და ნუ ამას გადავყევი დედას გეფიცები და ვერ მივხვდი აი ამას რითი გადაყევი დავიწყე რაღაცა კრემების დავიწყე დარბილება აქ კანის რაღაცები მოვიძიე YouTube-ში ყურის მასაჟები დავიწყე ვიფიქრე ეს რამენაირად შეიძლება აი ეხათ მას იზრდი მაგიტო რომ ეს ნაოჭები არ გამოჩნდეს და გრავიტაცია მიცის კიდე აი ამეების მოუშვი წვერის და არა ეხა საით მიმყავდა ეს ლაპარაკი და ამაზე რომ არ ნერვიულდი სიმართლე რომ გითხრათ არ მაწუხებს ჩემი გარეგნობა რა არ მინდა არაფრის შეცვლა აი ეხა ეს მიმიკური აქ ბოტოქსი მაქვს ეხლა ლამაზია ეგ მიმიკური ნაოჭი არანაირად არ მაწუხებს ხო მართლა არა კისერიჩები ასაკისთვის მოდი შევთანხმდეთ რომ ძალიან კარგად გადასარევას ხო თქვი მას არ ვიღებ მე რა შეეხება ფიზიკურ აქტივობას აი ვარჯიში ვთქვა რა სიგარეტს რო თავი დავანებე სადღაც 13-14 კილო მოვიმატე და ჩემთვის მართლა ძალიან ბევრი იყო ვარჯიში ძალიან მეზარება ამიტომ გადავწყვიტე რომ ფეხით ვიარო და ჩემი სახლიდან თავისუფლებამდე და უკან არის ზუსტად 10 კილომეტრი. კაი დიდი დისტანციაა. კი და როცა მაქვს დრო ამისთვის სულ მაქვს, ფეხით დავაწვევი ხოლმე სახლიდან იქ და უკან, ანუ კარგია. ჭავჭავაძეზე მიდიხარ მელიქიშვილზე თვალს ატყუებ ვარჯიშო. რამდენჯერმე შევხვდი და გახვითქული მანქანაში არ ჩამიჯდა სხვათა შორის გააგზავნა ფეხით. და არ გაკადრებ ჩემს თავს ასე თქო, კი. და მგონია რომ ეს არ არის ცუდი. ნუ შეიძლება ვარჯიში არ არის ისეთი კლასიკური, მაგრამ მეგონი ყველაზე კარგი ვარჯიშია სიარული. ნიკაზე გავიგე რომ კრივთან დაიწყო მეგობრობა, მე კვებაზე არ გამთვალებია და გავაგზავნებ შენთან. კრივის თემა საიდან გაჩნდა შენ ცხოვრებაში? რატო გადაწყვიტე? მოდაშია ეხა თუ პროსტო შენ დააკვირდი და ვიღაცამ გირჩია და გადაწყვიტე რომ მოსინი. ჩემი ხასიათიდან უნდა დავიცადო. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე არ მიყვარს ერთი და იგივე სკეთება რაღაც რუტინული ამბები. რა სპორტი გიყვარს ისე საერთოდ აი ძირითად შემთხვევაში რა? რაგბი მიყვარს ძალიან. სპორტული ხარ, მართლა არ მახსოვს დედას გეფიცები. გონი იტყუები. აი კრივზე არ მივლია დანარჩენი ყველა სპორტი მოვლილი მაქვს და მთელ ცხოვრება გიყურებ. რა სპორტზე დადიოდი? ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სულ ვარ აქტიური. სულ რაღაცას ვეზიდები, რაღაცას ვაკეთებ, ეგ არ ნიშნავს რომ სპორტით ხარ დაკავებული. ხო, მაგრამ უმოძრაოდ ხარ. სულ რაღაცა ტონუსში მყავს ორგანიზმი, სულ. ხო და იქიდან გამომდინარე რომ არ მიყვარს რუტინული ამბები, აი რაღაც გირები, ყოველდღევია რომ არ შემიძლია. სპორტ დარბაზში სიარული მაგარი. ამიტომ გადავწყვიტე კრივი, იმიტომ რომ არის მრავალფეროვანი და გასართობია თან და თან ყველა კუნთი. იხარჯები როგორც ამბობენ, ვენტილაცია ხდება. სასწაული არის. მართლა ყველა კუნთი მუშაობს და მინდა რომ ჩემთან ზალა დავატანო. ალბათ კი, ჯერ მაგამდე არ მისულა რა ხარ. ჯერ ახალი ვარ. ხო. მე MMA-ზე რო გადავალ, მე გეტყვი მაგ ყველაფერს. ხო და ამიტომ მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაცები შევცვალო. რადიკალურად და აი დავიწყე კრივით. ალკოჰოლი უკვე ამოღებული მაქვს ძალიან დიდი ხანია. კაი 6 წელია უკვე. აი საერთოდ არ გავყარები ვარ ალკოჰოლს და როგორია ფიზელი ცხოვრება შენ? არაჩვეულებრივია ფიზელი ცხოვრება. არანაირ ნარკოტიკს არ ვეკარები, ძალიან ბევრი წელია, კი ხო, ძალიან ბევრი წელია.
ზუსტად შემიძლია თქვა. ანუ 23 წელია. ლალიკა იჭია. 23 წელია სიფხიზლით ვერთობი მაგრა და ყველაზე მაგარია დამიჯერეთ. კი. აი ყველაზე მაგრა ჩემი кайფობს აზრით მაგარი კი არა, ფუფუნება აი, არის. ძალიან მაგარი. მე ასე მგონია, რომ ფხიზელი ცხოვრება ეს არის ფუფუნება. ხო, ეხლა ტყუილი სიტყვები არ არის, მართლა არა, ეგრე მართლა არის. ფუფუნება, დედას გეფიცები ამას აი სრული პასუხისგებლობით ვამბობ, რომ არის ფუფუნება. ორივეს გეთანხმებით აბსოლუტურად გიდასტურებთ, იმიტომ თან მამაკაცისთვის განსაკუთრებით კაია ფხიზლა ცხოვრება. ქალისთვისაც მერწმუნე. სიფხიზლეს არაფერი არ სჯობს. კი. ამაზე ვთანხმდებით და მადლობა ნიკა, ეს გადახვევა ბევრისთვის შეიძლება პატარა, მაგრამ სტიმული აღმოჩნდეს, რომ გადახედოს და ძალიან მაგარია მართლა. მართებაში. ნანიკო, ბოდიში ძალიან გაგაწყვეტინე და ახლა განვაგრძოთ კვება. რა არის შენი კვების ჩვეული რაციონი? მე მაგალითად ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ბოლო წლებია, რაც ასაკინე ნელა გძნობ ფიზიკურად 50 წელი ცოტა არ არის მამაკაცისთვის, რომ შედარებით ამოვიღო პრაქტიკულად შაქარი კვებიდან, ანუ რაშიც არ არის ჩასაყრელი შაქარი კარყრი, ჩაიში, ყავაში და რაღაცა დამატებით შაქარს არ მოვიხმარ, ტკბილეულს ვცდილობ რომ მინიმუმამდე მოვიხმარო, ბოსტნეული მეტი, ცილა მეტი და ნახშირწყალი მარტივი როგორც არის პური და რაღაცა იმას ვამცირებ. ეს არის ჩემი ჩვეული ყოველდღიური მცდელობები, რაც მეტნაკლებად, მაგრამ გამომდის და ძალიან მაგარია. როგორ მინდა რომ მაგას მივახციო ოდეს. მნიშვნელოვანია. ან შაქარს ვიყრი, მე მგონი მაშინ ბორშიც. ოპა. ყველაფერში ვიყრი შაქარს. ნუ როგორც ამბობენ, შაქარზე დამოკიდებულება, ყველაზე მძიმე დამოკიდებულება, ანუ უტოლდება ნარკოტიკთან დამოკიდებულებას. საშინელება. ხო, მე თქვენსგან განსხვავებით შაქარი არ მიყვარს, ანუ მაღაზიაში რო შევალ, ჩემი თვალი არ გაიქცევა, არც შოკოლადისკენ, არც ნაცხვისკენ. აი, სასუსნავი, დოპამინი და სიამოვნებას რა განიჭერს? არ გიყვარს. პოპკორნის მაგვარი რაღაცა. ნუ აი ხა შენთან სტუმრად თუ მოვალ და მაგიდაზე პოპკორნი გექნება და ტყორტი შეიძლება ტყორტის ჭამო და პოპკორნიც, მაგრამ ესე არ მოგინდება? ისე რომ სახლში ჩემით გამახსენდეს რომ დედა პოპკორნი რატო არ მაქან ტორტი და გავქანდე ვიყიდო, არა. მაღაზიაში რომ შევდივარ რაღაცა რომ ვიყიდო, არასოდეს სახლში ჩემინებით არ წამომიღია არც ჩიპსი, არც შოკოლადი, არაფერი. ხორცს მე არ ვჭამ. ხათამი, კვერცხი? არა, ქათამს არ ვჭამ. კვერცხს ვჭამ, მაგრამ რავი, ხა ვიხსენე ბოლოს როდის ვჭამ. აბა, ესე იგი ვეგეტარიანელი გამოდიხარ, უფრო მაგმართულებით რა. ოღონდ არა, ყველს ჭამ. თავისით მოხდა ასე, რომ ვეგეტარიანელი ვარ, ანუ არაზოს რძის პროდუქტი? რძის, აი, არ მიყვარს მაწონი, არ მიყვარს არაჟანი, თევზი? ბუტები არ მიყვარს. აი, თევზიც არ გამახსენდება ჩემი. თან ყველა არა ჭამდა. ხო და გეტყვი. ანუ შირაკზე და ელდარზე ხარ გაგდებული? ანუ მე ვჭამ კარტოფილი ყოველ დღეს სახლში. ოკეი, კარტოფილი, ოკეი. კარტოფილს ვჭამ ყველაზე ხშირად, მაკარონი მიყვარს და პური. ოკეი, ცომეული უფრო ეს, იგი და ნუ ძირითადად ხილს თუ დიდად მაიძულებ რომ აუცილებლად რამე უნდა ვჭამო, ბანანი მირჩევნია რომ ვჭამო და კიდე ძალიან ხშირად ამ ბოლო დროს ტყლაპი არის ჩემი აღმოჩენა, ხშირად ტყლაპს ვჭამ. ოპი, სასარგებლოა, მიკროელემენტები არის. პრობლემა არ მაქვს, ამიტომ არც თხილეული მაგალითად. ნუ აი შენთან სტუმრად გავგიჟდები, ისე გამიხარდება რომ დავინახო, მაგრამ ჩემს სახში ვერ ნახავ ვერასდროს. გასაგებია. ნიკა, შენთან რა ხდება? მე მივხვდი რა ხდება ამასთან. რა? ენანება თავისთან, სხვასთან ჭამს. თავისის არ შაქარს შეთანაც შაქარ მოვა და 5 წელს ჩაიხარეს. ჩემთან ეს ვერ ხდება. ჩემ ძალიან არანორმირებული ვარ, რაც ძალიან მაწუხებს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. როდი რომელსაც ვჭამ, რომელსაც საუზმობ არავინ არ იცის, რა ვჭამ არავინ არ იცის და შესაბამისად ძალიან მაწუხებს ის ამბავი რომ ვერასდროს ვერ მოვუარე ჩემს კუჭნაწლავს. ზონა ხო მაწუხებს შენ. ზონა არა. წარბიწონა ნორმალურად. არა, ერთი სიგარეტი რო დავარ, სიგარეტს თავი დავანები მაშინ და ეხლაც არ არსებობს რო გავსუქთე, რომ გადავაბა ეხლა და ჭამო, მაქსიმუმ 2 კილო ავიდე და მე თვითონ ორგანიზმი არეგულირებს რაღაც ეტაპზე ის 2 კილო აუცილებლად უკან ჩამოვა. ჩემგან განსხვავებით კარგი მეტაბოლიზმი მაქვს, როგორც ამბობენ. კარგია, მოდი ახლა ჩვენ სარეკლამო პატარა პაუზას გავაკეთებ, ამის გარეშე შორს ვერ წავალთ. რამ პოდკასტის სპონსორია აჰავა. ეს არის მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აქ არის ბატონო ეს აჰავა. აჰავა გვთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლასა და სიჯანსაღეს. ბრენდი სრულად ორიენტირებულია ეფექტურობაზე. მოდი ნიკა ისეთ რაღაცებზე ვისაუბროთ, ეხლა რაც თქვათ ნუ მაშინა. ხო, არ გაშინებ. თავის მოვლის საშუალებებზე ვილაპარაკეთ. ჯანსაღ ცხოვრებაზე ვილაპარაკეთ. გენეტიკაზე ვილაპარაკეთ. კარგი, კიდე რას ფიქრობ შენ, რომ ასაკი არ მოგერიოს, რას გეგმავ? რატომ ხდება ეს გადაწყვეტილებები, რომ რაღაცებს ეძებ
რის გამო ცუდად გზნობ თავს, უკეთესობა გინდა თუ ის გინდა შეინარჩუნო რაც გაქვს? ძალიან კარგი კითხვა არის. არ ვიცი, კოტე. გჯერა რომ არ ვიცი რატო კრივი? აი ხა რატო გადავწყვიტე? ალბათ იმიტომ რომ თქვი კიდევაც რა, რაღაცები მინდა რომ შევცვალო ჩემი ცხოვრების. კი, მაგახსენეთ, ახლა და იმიტომ მინდა რომ შევცვალო და რაღაცით უნდა დამეწყო. და ალბათ და რატო მინდა რომ შესაძლო გაწუხებდა არსებული რეალობა, რაშიც ცხოვრობდი, თქვათ შენი დღის, არ ვიცი, წესრიგი, რაციონი, გაწუხებდა რამე თუ რატო გადაეკიდე? ხო, ალბათ, ხო მაგიტო. ხო. ასაკის თემა არის ესა, ვითომ უფრო გვეცნობიერად არა, არავითარ შემთხვევაში არა. ასაკს საერთოდ ვერ ხვდები და ძალიან მიხარია, რომ მეკითხებია რამდენი წლის ხარ და პასუხობ რამდენი წლისაც ვარ. ძალიან კარგი არის. რაღაცა ცვილებისური გაგიჩნდა. შეიძლება ჩემი ხასიათიდან გამომდინარე და ჩემი ჰოროსკოპიდან გამომდინარე ტყუპები ვარ და სულ მინდა რაღაც ცვლილება, მაგიტომ მომინდა რომ რაღაცა შევცვალო. ხო, იქნები შენ. მაგრამ იცი რას ვიტყვი, ადრე მეგონა რომ ადამიანები ღვინდებოდნენ და ეს დაღვინება ეფუძნებოდა არა თქვათ ბიოლოგიური რაღაცა მოვლენებს, არამედ თქვათ რაღაცა მენტალურ მდგომარეობას. აღმოჩნდა რომ ბიოლოგიურად ტვინი თავისით ღვინდება. ანუ შენ გინდა არ გინდა. არა, ყველასი ბიოლოგიურად მაინც ყველასი ღვინდება და ჩემი ტვინი დაღვინდა და ამიტომ რაღაცების შეცვლა კი არ მინდა. არაფერი არ მაწუხებს ხო და ჩემი ტვინი არ დაღვინდა. მინდა რომ აი რაღაცები არ ამტკივდეს რა, რაც მესმის რომ ჩემს ასაკში ტკივათ, მაგალითად ჩემს ასაკში ყველას ტკივა მუხლები, ყველას ტკივა რა წელი, მენჯები. ეკიპთან დადიხარ თუ არა მაგალითად ნიკა შენ და ნანიკო შენ რაღაცა ჩეკზე, ხო? კი, ჩეკზე სულ ანუ ეს არის თუ არა თქვენი კულტურის ნაწილი ასე. მეცაც გეტყვი მამოგრაფიასაც ვიკეთებ ისე როგორც მეკუთვნის რეკომენდაციებს იცავ. ყოველთვის კი, რატომ არა მეძლევა თან უფასოდ ეს ნაწილი და მეორე დაზღვევა მაქვს და რა ვიცი, წინ რა უდგას შემოწმებას. მე მგონი არ პრევენციული მედიცინა. გავალ და შემოვალ შეიძლება. არ დაგიხარ. ყველაზე ცუდად ვიქცევი. ხო, აი სულ ვამბობ ამას, რომ აი აუცილებელია ეს რა უბედურებაა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც შემოწმეს ადამიანი, ხო? ეგ ეს რუტინად უნდა გადააქციო დედასგები. რამდენი წლის ხარ ახლა? 40 და რამე წამალს ვაო, ესე უნდა დაიწყო ხოლმე. რამდენი წლის ხარ? 51. რამე წამალს ვაო? რა წამალს? რამე. კი. რას? უჩნაწლავის პრობლემა მაქვს თელი ცხოვრება. რამდენი წლის ხარ? ანუ დამცავ საშუალებებს ებულობ და პროფილაქტიკურ საშუალებას, რო არა ისე რომ რაღაცა საბუნალო გაგიჩნდა. შენ რამდენი წლის ხარ? 50. რამე წამალს ვაო? კი. თქვა? არა. უბრალოდ რატო გკითხეთ, იცი რომ მე ვარ 53-ის ხვდები და არანაირ წამალს არ სვავ, ხო? არა, მე ეგრე წამლებს არ სვამ, რომ წამალი იყოს. გააღერა ვიღაც მოვიდა. არაფერს არ სვავ, იმიტომ რომ არაფერს არ ჭამ. ხო. არაფერი შენ არ ჭამ, რაღაცა ბალახობ და რა მოგივა. მე კიდე შემწვარი ზეთი, ცხარე, რაღაცა დ-ვიტამინი, რაღაცა ხო ამბობენ. ძვალი სახსარი, ქოქსარტროზი თუ რაღაცა დენსიტომეტრია. საჭიროა რაღაცა. მე მგონია, ახლა ძალიან რაღაცნაირ აბსტრაქტულ რაღაცებს ვიტყვი და არ არის რეალურს ალბათ, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ხარ შენ და შენ თუ არ იფიქრებ იმაზე, რომ შეიძლება ხვალ ართრიტი დაგემართოს და ზეგ ღვიძლი გაგიცხიმიანდეს და ასე შემდეგ, არ დაგემართება. შენ თავთავად ჰარმონია. ასაკი ხო თავისას შვება, უთხარი რომ ასაკი თავისას შვება. ვერაფერს ვერ შვება. გინდა არ გინდა რაღაც ეტაპზე რაღაცა ასაკი არ შვება. უყურეთ, მოდი რადგან სამედიცინო თემებს ჩვენ ხშირად ვეხებით და ექიმი ვარ, გეტყვით ერთად. ხო, მაგიტომ ასაკი არაფერს არ შვება. შვება ჩვენი ნეიროჰორმონალური ფონი. ანუ ჩვენი ჰორმონები. ეგ ჰორმონები. ის შემადგენლობას მათ შორის ჰორმონებზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. მამაკაცში ესტროგენზე სუდი ამბავია, როცა ტესტოსტერონი ქვეითდება. ტესტოსტერონის დაქვეითება იწვევს ყველაფერ დანარჩენს ცვლილებებს ნეგატიურს ადამიანის ორგანიზმში. ქალის ორგანიზმში ეს პროცესები კიდევ უფრო ადრე იწყება 40 წლიდან, როცა თქვათ მენოპაუზისთვის ემზადება ორგანიზმი და ის გენერაციული ფუნქცია, რაც ქალს თავდაყოლილი აქვს, შთამომავლობის მოცემა, ის ფუნქცია ნელდება და სრულად ახალ ასაკში გადადის ქალის ორგანიზმი, შესაბამისად აი მაშინ ვლინდება ზუსტად დაბერება. იმიტომ არის ანუ მაგას ასაკი აქვს ქალის და კაცის შემთხვევაში. კი, როგორ არა, ფიზიოლოგიურ ასაკი აქვს ტესტოსტერონის დაქვეითებას, აქვს ასაკი. მეტნაკლებად ეს არის 45-დან 55 წლამდე პერიოდი. გინდა არ გინდა. მე ყავს რამდენიმე ნაცნობი, ძალიან ბევრი წლის გადასარევად ცნობენ თავს. ეხლა მოდაში არის, სხვათა შორის, დასავლეთში ეს არ არის ღილაკი. ტესტოსტერონის
მკურნალობა, ანუ ტესტოსტერონის ინექციები, ამას ნიშნავს ენდოკრინოლოგი, თუ კითხვის საჭიროს და არის ხოლმე შემთხვევები, როცა ზედმეტი მოვიდათ ესეთი რაღაც ადამიანებს და ცუდად დამთავრდა, მაგრამ ეს განაპირობებს, ამას ვერ გავექცევით ვერც მენტალური ჭიდილით, ვერც კვებითი დაცვებით და ვერაფერ ვერ გავექცევით. ამას ვერ გავექცევით. მაგრამ თავარია ჩვენ არ ვავნოთ ჩვენ ორგანიზმს რა, ერთადერთი რაც შეგვიძლია, ჯანსაღად არ ვავნოთ ჩვენს თავს რა. აი ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ მალე გავიქცეთ ამ ქვეყნიდან. ყველანი ვცდილობთ ამას, ყველაფრით, ხო? ყავით ამას ვცდილობთ, თამბაქოთი ამას ვცდილობთ, ალკოჰოლით, კვებით, რომ მალე დავტოვოთ ეს ქვეყანა და სადღაც წავიდეთ. სულაც არა, მე სულ პირიქით ვარ, შენ პირიქით ხარ, არ ეწევი, ისე არ მიხარია ჭამ. ცხოვრება და ხვდები რომ ეს სხეული აუცილებლად ჩემია და მე მჭირდება ეს დიდი ხნით. პირიქით გვიждები და ძალიან კარგად ეს კარგია, ამიტომაც ბავნეჩვევები უნდა ასაკში რაც შევდივართ, ეს ბავნეჩვევები უნდა აღმოაჩინოთ და მოვიშოროთ რა. ეგ არის მთელი მუღამი და კარგია რომ ამაზე დღეს ჩვენც ვლაპარაკობთ და მთელი მსოფლიოც. აი ხა, მაგრამ ხო გაგიგია, არ ეწეოდა, არ სვავდა, არაფერს არ შვებოდა და 40 წლის მოკვდავდა. ყველაფერს შვებოდა და 150 წლის. ეგ რო ეკეთებინა 30-ის მოკვდებოდა რა. ის აი ბებია ჩემს ვიხსენებს უ და გამონაკლისები არსებობენ. 91 წლის იყო და დედას გეფიცები იმიტომ გარდაიცვალა რომ მოწყინდა. აი სრული პასუხისგებლობით გეუბნები ამას. მეგობარი აღარ შერჩა, ბოლომდე ქუსლები, აი ლიპები, ხო იცი, ისეკეთა პაპიროსით პირში, ბოლომდე იშდა ჯანსაღად. ფატიზე იძახი. ფატიზე ვიძახი. ჩემი ექიმი იყო ანუ ბავშვი. პაპიროსაც ეწეოდა, ალკოგოლს სვავდა თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთობოდა. ცეკვავდა, მღეროდა, ღამესაც ათენებდა, მუშაობდა, მაგრამ კი იცოცხლა ამდენი წელი. მაგიტომაც. ხო, ამიტომ ვერ იტყვი რა, რომ რაღაცა ერთი შაბლონი არსებობს. არა, არ არსებობს, რა თქმა უნდა, შაბლონი. სხვა ყველამ ერთად უნდა ვიცხოვოთ. ერთადერთი, არა, კარგი ხასიათი. ხასიათი, გუნება განწყობა, მიზანი აი და ყველაზე მაგარია რა. ხო. ისთვის ცხოვრობ, რატო ვიგვიძებ, უნდა ვიცოდეთ. ეხა ერთი შაქრიანი ყავა და პაპიროსიც გადამაგდებინა და იქნები ბედნიერი. პაპიროს ეწევითო? სამწუხაროდ. ვა, ეგ ტეხავს. ძალიან მოუგელი სხვათა შორის. კრივი და ეგ დატვირთვა. ხო, დღეს პირველი კითხვა ჩემი მწვნელის ეგ იყო. პირდაპირ მიხვდა, რომ დატვირთვაზე ძალიან რთულია. მაგრამ მე რო სიგარეტს ვანებები, თავს ესე მარტივად არ დავანებე, რომ აი ასე ვთქვი და დავანებე ვიარე ლექციებზე, 5 ლექცია მოვისმინე კოგნიტური ფსიქოლოგიის. ოპა, აი ეხა მოდი მაგაზე მივიდეთ, ხო? გარდა ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობისა, ხო? ჩვენი სხეული როგორ არის და როგორ გზნობ თავს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ყველანი თავხდებით ამაზე, ჩვენი სულიერი მდგომარეობა, შინაგანი და მენტალური. მენტალური ჯანმრთელობა განაპირობებს ყველაფერ დანარჩენს და თუმცა ფიზიკური მედეგობა და ფიზიკური სხეულის კარგად ყოფნა მენტალური ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნუ უერთმანეთოთ ეს ორი არ არსებობს. რა თქმა უნდა, მაგრამ მენტალურ ჯანმრთელობაზე როგორ ზრუნავ ნიკა შენ? რა არის თქვათ შენი სულიერების საკვები და შენი მენტალური ჯანმრთელობის საკვები? რაღაცას არ გავაჟღერებ კი. კი? ანუ მე მართლა დადი ხარ? ფსიქოლოგთან? ხო. არა, სამწუხაროდ ფსიქოლოგის ეტაპი გამომრჩა და პირდაპირ ფსიქიატრთან მომიწია მისვლა. ხო. ნუ ცხოვრებისეულ და ერთი სუბუქ პრეპარატს ვიღებ ახლა და ექიმის დანიშნულების მიხედვით. რა თქმა უნდა და იმედი მაქვს რომ ძალიან მალე შევამცირებ და გადავაგდებ. ხობი. ეგ არის ხალვალირებს აკეთებს იცი? აი ეგ არის ყველაზე დიდი დამამშვიდებელი, მასტიმულირებელი და თან მე ჩემ მეგობრებს რომ მოწონთ ეს ყველაფერი, ეს არის აი მოდის და მოდის დოფამინები. ჯანსაღი და ბუნებრივი სიამოვნება. კი. აი შენ სიმშვიდეს, როცა შენ ამ საქმით ხარ დაკავებული, მედიტირებ ამით, ანუ წყნარდები, ავტომატურად. წყდები რეალობას. კი, რა თქმა უნდა. კონცენტრირებული ხარ რა კონკრეტულად. ხო, იქ ხარ და მომენტში რჩები. და ეგ გამშვიდებ. დანიკო შენ? მე მაგალითად მე მიყვარს სახლში ყოფნა. ეხლა აქაც რომ დავასრულებთ, ეგრევე გავქანდები სახლში და შეიძლება არ გამოვიდე, ვიდრე სანამ მორიგი საქმე არ დამიძახებს. და ეხლა მარტო ვცხოვრობ და გავაკეთე რემონტი და ისეთი ლამაზი სახლი მაქვს და ყოველ დღე რაღაცა ზღებავ, ვაკეთებ, ვკერავ და დედას ვიცავ, ისეთი ატმოსფერო მაქვს სახლში. რომ ნუ აი ეს არის ჩემი ჰობი, როგორც შენი ხელით შექმნილი ატმოსფერო. აქ ჩემი ხელით ვღებავ, ვკერავ, ვქმნი, ანუ აი თავიდან ბოლომდე ჩემი სახლი შევქმენი მე დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. ისე უყვარს თავისი სახლი და მარტო ყოფნა სახლში, რომ ეხოცებით მაჩვენე შენი სახლი და არ პატიჟებს. ლალი შედამ. ამზადებს რა გინდა. გავდიჟებ და პატიჟებ. თან მეზობელია. აი ეს სალყობად პატიჟებ ალბათ და მაგითო. აკეთე ყველა მიდივართ ჩემთან. თემუს ის მიდრეკავს ერთად. ალო. გამარჯობა. ორი მოვიდა. ის სახლის რემონტის რაღაცა კი. ნანიკო ვარ, მაგრამ არც რუსთავიორში მუშაობ და არც ანჯაფარიძის ქუჩაზე ვარ. თუ არ ვიქნები, ვინმე შთხოვდა, აიღებს. ყოვრიკის ქვეშ დამიტოვეთ. მადლობა. კაი. ნაყოფის. აუ ტიპ სადღაც რომ მუშაობ იცის რუსთავიორი.
კარგი, ანუ შენ ამბობ, რომ ისევ სახლში ყოფნა შენთვის არის ის ფსიქოთერაპია, რომელიც შენ სულიერ და ასე მენტალურ მდგომარეობას ამშვიდებს და შენ იქ იცი, ვერ ვიტყვი რომ მაინდა-მაინც დამშვიდება მჭირდება, ან დახმარება მჭირდება გარედან. შეულებრივ რეჟიმზე მაქვს საუბარი. იცი რა, კოტე, ასაკთან ერთად რა ვისწავლე, იცი? უსარგებლო რაღაცებზე უარის თქმა ძალიან მარტივი გახდა ჩემთვის, საერთოდ აღარ მაქვს არანაირი სენტიმენტი ვიღაცას რო ვეუბნები რომ არ მინდა შენი ნახვა და არ წამოვალ. ანუ ამას ადრე ვაკეთებდი, მაგრამ ძალიან ნერვიულობდი და ეხლა ის საერთოდ აღარ მაყელოებს. ანუ ჩემი თავისთვის ვისწავლე. არასთქმა ვისწავლე, ხო, ასეთი არასთქმა. აი, ეჭვი რო არ გეპარება, ხო, და და ეს ძალიან დამეხმარა ბევრ რამეში. ამან ძალიან დიდი სიმშვიდე მოიტანა ჩემს ცხოვრებაში და ძალით რაღაცებს აღარ ვაკეთებ. თუმცა მაგას ძალიან ბევრი დრო მიქონდა ჩემს ცხოვრებაში. იმას ცოტა არ ეწყიდა ხათრით გამო. აი ამას შევეშვი. ნიკა, შენ რას აი ეს რაღაცა ხელოვნებასთან არის კავშირში, ხო? რაღაცას ქმნი, ხო? რა პროდუქტს ქმნი, რას ქმნი? რა გამოგდის კარგად? სკულპტურები. მართლა? ხო, ხატავ, ძერწავ, ვაკეთებ სკულპტურებს. თაბაშირი და რაღაცები? თიხა. და რა კავშირი გაქვს მაგასთან? ანუ ნასწავლი ხარ თუ მოყვარ? არა, ეს ვისწავლე, ეს შემომესწავლე. ისე არქიტექტორი ვარ პროფესიით. ვა, რა მაგარია. სკულპტურების კეთება ეს ხო, შემომესწავლა. სახელოსნო გაქვს თუ რასაკეთ? აი სახელოსნოში. ვა, რა მაგარია. აი სალვადორს დალის ნახატი რო წარმოიდგინოთ დაახლოებით, აი ესეთი ნამუშევრები გაქვს, არა? აი სურეალისტური ხო? ნუ ხაფერწერა, ფერწერაც, ზეთებით ხატავ და კადრი. ზეში ყველაზე ნაკლებად უფრო აკვარელი მიყვარს ძალიან. აუ, ძალიან მაგარი, ეგ არ ვიცოდი. ნახე რა ხალხია. ფენაზე. ვა, აპირებ? ხო, მინდა. აი ეგეც ერთ-ერთი პუნქტი არის, რომ ხო, რაღაცებს გადავაბიჯო და ეგეც გავაკეთო. ანუ რას უნდა გადააბიჯო? ჩემთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ამით თქვი. შენს გაქვს ეგეთი რამ გასაკეთებელი? არსებობს რაღაცა ცხოვრებაში, როდესაც რაღაცის რწმენა არ გაქვს, თვითდაჯერება გაკლია და უცებ ცხოვრებაში ვიღაცა რაღაცა შეიძლება იტყვის, რაღაცას გაიგებ და შეიცვალა შენი დამოკიდება. შენ ცხენია ხო ცოტა? ხო, იმიტომ რომ ვამბობ, რომ როდენი არის სკულპტორი მაგალითად და მე არა და და შენც კიდე სკულპტორად. ხო, მაგრამ მაინც რაღაცა აღმოჩნდა რომ პერფექციონისტი ვარ რაღაცნაირი და ვფიქრობ იმაზე, რომ აი რაღაცა პატარა დეტალი რომ ვინმეს არ მოეწონოს შეიძლება დავიშალო. ძალიან მარტივად გეტყვი, მაპატიეთ დაიკიდეთ ხო. იმიტომ რომ ისე გათავისუფლდები გაგიჟდეთ. კი, აი ეგ დამჩა ეხლა, ხათრიზა უნდა მოვიშორო და მაქედან გამთავისუფლდე და ვიქნები აი. ანი გაგისწარი ლალი. ცოტათი გამისწარი ხო, ჩახი, იმიტომ რომ ერთი წლით დიდი ხარ ჩემზე. ერთით არა. ორით? ერთით. არა, 53 ხვდა. ორით. რა მეტით? ნუ არა უშოს მე ყოველს პატარა ვარ. კი. ხო. ხო და პატარა ბიჭო. პატარა ბიჭო ხარ, ბერე და ჩაკიდე. კარგია, ეგ ყველაფერი ძალიან კარგია. საერთოდ შინაგანი სიმშვიდე დღეს რა ვიცი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, ამაზე არავინ აღარ დაობს, რომ ეგ არის მთავარი რაც შეიძლება ადამიანს მიაღწიო ცხოვრებაში, ხო, შინაგან სიმშვიდეს. არაფერ მატერიალურს, არაფერს აზრი არ აქვს და პერფექციონიზმი კიდე დამოკიდებული ადამიანთათვის, ანუ ემოციონალური ადამიანისათვის არის ძალიან დამახასიათებელი. პერფექციონისტები ცხოვრებაში ბევრს ვერაფერს ვერ აღწევენ. ძალიან ხელი შემშლელი არის. იმიტომ რომ ეგ ხელს უშლის და ესე ვთქვათ, მარტივად როცა უყურებ, რასაც ნანიკო ამბობდა, რომ დაიკიდე სიტყვაზე, ხო, რაღაცა ვისი აზრი. არა, ეგ არის, ხო, სხვისი აზრი შეიძლება გაითვალისწინო, რაღაცაში გამოიყენო, ჯანსაღი კრიტიკა, შეცვალო რამე, მაგრამ გზა განაგრძო და ეგეთ საქმეს აკეთებს და როდესაც როიდრები ხა უკვე არ უნდა შეედარო უბრალოდ თავიდანვე ხო. კარგია. ნიკას გარეგნობაში რა შეცვლიდი შენ? ძუძუებს და ნანიკოს რას ურჩევი ხა ოპერაცია გაიკეთოს თუ არა? აი მართლა ისე მოხდა რომ აი ეხლა არ ვარ სუბიექტური, აბსოლუტურად ობიექტური ვარ ყოველთვის და მე მართლა მომწონს, ან ჩემთვის ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. უხდება აი ეს მიმიკური ნაოჭების ესეც მომწონს. ისე საინტერესოა რომ დედაჩემი საკმაოდ ასაკშია. ცხოვრებაში არაფერი არ გაუკეთებია. არც საცხი არ წაუსვავს. მაკიაჟსაც არ იკეთებდა. არაფერი არ გაუკეთებია. კი არის გადაწყვეტილი. ანუ აქ ნახე ეს რა კაი რაღაცა გენეტიკური ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. იგივე სამყაროა ნამდვილად. კი, ვადასტურებ. ახლა მე კი, ახლა დედამისთვის შეხედავ, რა ვიცი, პატარა გოგო. მეც არ ამიშავს ახლა, ხო? შენ ჩვენივად გამოიყურები დიდებულად. მე გენეტიკა ხელს მიწყობს, რომ წინაპრები
ასე ვთქვათ, ხანგრძლივად ცხოვრობდნენ რა, ხანგრძლივი ცხოვრების გზა აგდაული 100 წელი, 95, 90, ეს რას ნიშნავს? რაღაცა ფაქტორი არის ეს, ხო? ანუ მე ეგ מחარებს ყოველ შემთხვევაში, ხანდახან რაღაცა გამშხრიტავს, გამახსენდება, რომ არა უშავს, ბევრი. მე ჩემი ასლი. ის და გაივლის, თუმცა ყურადღების მიქცევა ყოველთვის არის საჭირო. ასე რომ მივხედოთ თავს რა ყველა შემთხვევაში, რაც შეეხება ცვლილებებს და ტრანსფორმაციას, ეხლა როცა მე მაგალითად შენ გირჩევ როგორც გვერდიდან მაყურებელი, იგივე ნიკა როგორც შენი მეგობარი და ამდენი წლის მეგობარი გეუბნება რომ რაღაცაზე დაფიქრდი, მაგაზეც უნდა დაფიქრდეთ, რაც გეუბნება ჩვენთვის საყვარელი ადამიანი. მე ყოველთვის ვფიქრობ, კი არა და ვისმენ სხვის აზრს. თან სხვისი არა, განსაკუთრებულად ადამიანის. ცივილიზაციის აზრი მნიშვნელოვანი. მე თუ მკითხავ ჯერ ადრეა შენთვის. ქირურგიული მე ვილაპარაკოთ. აგი ნიკა, ესე იგი დღეს იმდენად განვითარდა ტექნოლოგიურად ეს ცვლილებების შეტანის, ასე ვთქვათ, საშუალებები ადამიანის სხეულსა გარეგნობაზე გვაქვს საუბარი, ქირურგიულ თვალსაზრისით თუ ტექნოლოგიურ თვალსაზრისით, ბევრი რამეს ვხედავთ ჩვენ ყველანი ჩვენ გარშემო, როგორ არის შეცვლილი ადამიანი ჩარევებიდან გამომდინარე რა. მეტნაკლები ჩარევებიდან, როგორ ხედავ შენ? პლასტიკაზე ვლაპარაკო? პლასტიკაზე, ესთეტიკაზე. შემავსებლები, ფილერები ეგრეთ წოდებული, ზედმეტი, ვთქვათ, ამ საშუალების გამოყენება. აი, მოგწონს შენ ეგეთი ადამიანი, რომელიც ძალიან ცვლილებებს შეიტანს საკუთარ თავში, თუნდაც რაღაცა სილამაზის თანამედროვე სტანდარტებში მე არ მიმაშინა თანამედროვე სტანდარტი ზოგადად სტანდარტი რა არის? რაღაცნაირად ჯდებოდეს, არ არსებობს ზოგადად. არ არსებობს. ხალხო, როგორ არ არსებობს სტანდარტი მაპატიეთ ერთი წამი ჩემთან იყო კითხვა რა. ნებისმიერი გაჯეტი გახსენით, ავტობუს დააკვირდით რო გაივლის, ნებისმიერ სარეკლამო პოსტერს შეხედეთ, ყველგან ერთნაირი გადაპრიალებული ქალები და კაცები არიან, გვინდა არ გავიგეთ, გვინდა. ნეირო მარკეტინგი. ჩვენც მივდივართ იქითკენ. რატომ მიდიხარ იქითკენ? მე არა. ანუ ინდივიდუალიზმი არა, შენ ჯერ არა, მაგრამ აპი. ძალიან ბევრს ეხა ეწყინება ზუსტად ვიცი, მაგრამ რა ვქნა ჩემი სუბიექტური მოსაზრება და უნდა ვთქვა რომ არ უხდება ყველას ერთნაირი გამარჯობა კარტა შენი. ტუჩები, ყრიმალები, დაბერილი თუ ერთნაირია. ჩემთვის არის ერთნაირი. მგონია რომ ერთი სპეციალისტი აკეთებს ყველას. და ერთი და იგივე ქალია ყველა. ერთი და იგივე ეს მინდა ვიყო, ვიღაცა მიდის, ერთი და იგივე ფოტოთი მიდის ყველა და ეს არის მინდა ეგეთი ვიყო. ტენდენცია. არ ვარგა გადამეტებული არაფერი. კი ისე დაუბრუნდები, რადგან ალბათ არ ვიცი, რომ ხელოვნებასთან მაქვს კავშირი და ხატავ და ვძერწავ და რაღაცები მესმის, ძალიან მიყვარს ბუნებრიობა. ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს, როცა ადამიანი არის ბუნებრივი, ან თუ იკეთებს რაღაცას, აი ხა ნუ ეს 2 წელი ნაოჭი გაწუხებს გაიკეთე და დაუშვათ 2 ნაოჭი, მაგრამ ეხლა რატო გიპროტესტებ, იცი მე რომ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, ჩემს გარშემო ადამიანები იწყებენ ერთი პატარა ინექციით და ყველა მიდის ბოლოს აქამდე. ლალი, მეტყობა რომ აქამდე სადამდე მე ვარ მოსული. არც იმათ არ ეტყობოდათ. აქ მქონდა ფილერი და ძალიან არ მომწონდა, იმიტომ რომ აი ეს დამებერა ლაყუჩები და ეხა ძალიან მომწონს რომ გავიდა. მაგრამ მე მინდა დავიცვა ყველა ის ქალი და ყველა ის კაცი, ვინც რაღაცას იკეთებს. როდესაც რაღაცა დისკომფორტი გაქვს, რომელიც უნდა გაიკეთო, მაგრამ ხევს ბევრ რამეში არა ერთი აუცილებლად წამი უნდა გაიკეთო. დასაცავი არის საფერჭის ამის თქმა. იგივე ვამბობ, ოღონ ზედმეტი არის ცუდი. მე ის დისკომფორტი უფრო დიდ დისკომფორტში გადადის. ეხლა შენც ხო იცნობ ძალიან ბევრს ჩვენს გარშემო, რომელიც ძალიან წუხს იმისაც, რომ ზედმეტი მოვიდა რაღაცების გაკეთება. ძალიან ბევრია ჩემს გარშემო. აბა მე ვკითხეთ ჩემ გარშემო რამდენი. შენ გარშემო ალბათ სავსე, მაგრამ დღეს ხო არსებობს ყველანაირი ნივთიერების დამშლელი საშუალება. არა? არა. დღეს არსებობს თანამედროვე მედიცინა, რომელიც ამბობს რომ რაც ნაკლებ ეგრეთ წოდებულ ფილერს, ანუ შემავსებელს გამოიყენებ, აი რა კაი არ მომწონა ფილერი. უფრო ჯანსაღად და ბედნიერად იცხოვრებ. მადლობა. რას მეტს გამოიყენებ, მით უფრო პროვინციალური იერი გექნება და მით უფრო საზოგადოებისთვის იქნები დასაცინი. იმიტომ რომ ზედმეტობა უკვე არის აბსოლუტურად ამოვარდნილი ყველანაირი ესთეტიზმიდან, სილამაზიდან და გინდა არ გინდა გეცინება მე ესეთ ადამიანს. ხო და ალბათ თვითონ ექიმიც რაღაცა ექიმის უნდა ქონდეს პირველ რიგში რაღაცა ცენზურა თავის თვითონ ამის იქით არაკეთებდეს რაღაცას და საბედნიერად არიან ეგეთი ექიმები, რომლებიც არაკეთებენ. ალბათ ყველა შემთხვევაში ვთანხმდებით იმაზე და რადგან ამ თემაში ეს ცოტა შევიჭერით და შევიჭრათ და სიამოვნებით ადამიანი როცა მომართავს მე როგორც ექიმს მე ვალდებული ვარ დავიცვა წესები რომელიც მაქვს ნასწავლი და ვიცი რომ ამით ადამიანს ზიანს არ მივაყენებ არა იმიტომ რომ მე მეტს წავიღებ შემოსავალს და მე უკეთ ვიცხოვრებ მე თუ ასე ვიცხოვრე მაშინ ჩემ თავსაც დაღუპავ და იმ ადამიანსაც და თავისთავად მაგი თუა დაცული მაშინ ადამიანს დაცულია ერთთან მივიდა ექიმი დახვდა სწორი პასუხი მიიღო მეორესთან მივიდა ექიმი დახვდა და თუ მივიდა ნათელა დეიდასთან და იქ რაღაცა პროცედურით თან ძალიან იაფია ნათელა დეიდას
დედასთან ხვდები? იაფიანი თუ ძვირიანი ნათელად დეიდა ამ პროცედურებს არ უნდა აკეთებდეს. ამ პროცედურებს არ უნდა აკეთებდეს, აი გარი პროფესიონალი ექიმი უნდა აკეთებდეს. მაშინ მაგრამ ბაზარი ამას უნდა არეგულირებდეს ჩემი აზრით. ეს არ არის ვიღაცა ინდივიდუალიზმის პრობლემა, ვისაც უნდა მაქამდე და არ მივავალთ იმ იაფიან ნათელად დეიდასთან, აღარ იქნება ეს. ეს არის ძალიან ძვირი და ძალიან ბევრი ფული ჭირდება ქალს და კაცს, რომ თავს მოუაროს. ხო ესეა. ეს არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. კი, და ბევრი ფული კონდეს ეს ფაქტია. ამაზე ხო თან ხვდებით ყველა. ამიტომ როდესაც მე სამყარო ყოველწუთს მიბიძგებს რომ გაპრიალებული კანი უნდა კონდეს, წყური უნდა კონდეს, პატარა ყრიმალი უნდა კონდეს, წამოწეული ტუჩი უნდა კონდეს, დიდი ყველა სადაც არ გავიხედავ ყველგან ეს ეს შეიცვალა ეგ უკვე. ბევრი რამე შეიცვალა. ფილმებშიც მაგალითად აღარ არიან ესეთი საბედნიეროდ შეიცვალა ბევრი რამე. იუნისექსისკენ წავიდა თანამედროვე ფილმებში აღარ არის გამოკვეთილი რაღაცნაირი ქალები და კაცი ხო, მაგრამ რა ვიცი, როგორც გინდათ ისე უნდა ქნათ რა მოკლედ. თავარია თქვენ იყოთ კარგად და თუ გინდა ამ ხელმყრიმალები გაიკეთეთ და ეგ აპრიორში ადამიანის თვითონ ხო, ვერავის ვერ დააძალებ რო არ ქნა, მაგრამ კარგი აფერი არის, ყველაზე მაგარი ეგ არის. მაგრამ ის კარგად ყოფნა არ უნდა იყოს ილუზორული. ის კარგად ყოფნა. გემოვნებიან მამაკაცებს მოусმინეთ ხოლმე და გეტყვიან ზედმეტი არ ვარ. ყველა ქალი ასაკის მიუხედავად ყოველ დღეს სადღაც ხედავს მართლა გაპრიალებულ ფოტოებს ქალების და კაცების. ცოტა ხე ნეირომარკეტინგი რო არ გინდოდე რომ დიდი ტუჩი კონდეს, ეს იწყებს მუშაობას. და მე თუ ნახავ თუ 100 ლარი არ გაქვს პირობითად რომ კოტესთან გაიკეთო, ნახავ 2 ლარიან ნათელად დაიდას და შეხვალ და გაიკეთებ. ასეა რეალობა, ხო ასეა. ნარიკო რატო იკეთებ? მაგას. გეტყვი რატო იკეთებ? ორი მიზეზია ჩემი აზრით. ხო, ერთი არის შენი თავი, რომ შენ იყო თვითკმაყოფილი, ალბათ ისე იქიდან გამომდინარე, რომ შენს გვერდით ხედავ მაგას, ნათიას, ლელას თუ ვიღაცას. ხო, მარათონში ვართ ჩართულები ქალები და კაცები, რომ ვიყოთ გაპრიალებულები. კი, რატომაც არა. კონდეს ის რაც არ მინდა და მოვეწონო მას, ვინც ყველაზე არ მინდა. აი, მან ხო. ეგ არის რა. და მეორე მივდივარ, რომ ვისთვის აკეთებ? შენი საყვარელი ადამიანისთვის შეიძლება არა, ბოდიში მე ვაკეთებ ჩემთვის. არა, შენ შემთხვევაში სარკეში რო ვიყურები და მომწონს ჩემი თავი, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ეგ არის შენ, ხო? ერთი რომ შენი თავით მაყოფილი უნდა იყო და მეორე არის ადამიანი, ვისაც უნდა რომ ნიკას მოეწონოს თუ კოტეს მოეწონოს, არა აქვს მნიშვნელობა რა. და იცის რომ მე მომწონს რაღაცნაირი ქერა ეგეთი გოგოები. წავა და გაიკეთებს. ო, არის მაგაში კი, მართალი ხარ. სხვადასხვა ეგ ერთ-ერთი ფაქტორია. ფაქტორიც არის, ხო? ჩემ მეგობრს კონკრეტიკის გამო რაღაცის კეთება. ჩემ მეგობრის ქმარს მოსწონდა დიდი კბილები. ჩემს მეგობარს ჰქონდა არჩეულებრივი თავისი კბილები, ვერ ვიტყვი რომ ცუდი ფერის ან ცუდი ფორმის და იმიტომ რომ მას უნდოდა კაფელები პირში, წავიდა და სრულიად ჯანსაღი კბილები მოისპო და აი ამ ხელა კბილებით დაბრუნდა სახში დედას გეფიცები. და მე მაგი ყველაფერი ითი დასრულდა. ეხლა როგორ არის ყველაფერი? ნუ კარგია. ყველა ბედნიერი დარჩა ესე იგი. მაგას გეუბნები რა, არ არსებობს ერთიანი რაღაცა ფორმულა ყველასთვის, არა ლალი. არ არსებობს, არა, მართალი ხარ, ხო, ძალიან ყველაფერი ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან მარტივია, რაც კოტემ თქვა რა, ზედმეტის დანახვა და მიხვედრა რომ რაღაცას აბიჯებ უკვე იმის იქით ხარ, ეგ ძალიან მარტივია. ნახე, აი ერთ ძალიან საინტერესო მაგალითს გეტყვით. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს რომ მოდი გაგიკეთებ სტორი დადე, ბოტოქს ან რაღაცას. მივედი ერთხელ ესეთ ადამიანთან და თვითონ დამხვდა ძალიან უცნაური გარეგნობის, აი ძალიან დიდი ტუჩებით და ძალიან დიდი ლოყანო. მიხდი უცებ ნდობის ფაქტორი, ჩემი დააკვირდი ახლა. ორთქდა, იმიტომ რომ თან მკითხე რომ ასე თუ გინდა რომ გამაგეთო, არ მინდა მეთქი და გაგიკვირდებოდა მეც არ მომწონსო ეს რაც ეხლა ჩემს თავს ხდება, ჩემ ქმარს მოწონს ასეო. ნუ ეხა ხო რა გამეცით ეხლა პასუხი. რა ვთქვი ეხლა ცოტა ხნის წინ. ხო და ეს მე არ მესმის. იმას ესმის. ხო და ყველას გაუმარჯოს იქ სადაც როგორ ეს ჯამში მივდივართ რაც გინდათ ისქენით. ასეა რა. My bar is my room. ეგეც არის ხო ეხლა მე საბოლოო ჯამში რაღაცა უკითხავ. ხო მინდა ახლა ზუზუებს გავიკეთებ და მინდა ყურებს დავიგზელებ ჩვენი სუბიექტური აზრები დავაფიქსირეთ ამ წამს. არ შეგაწუხებ და ვიყო რაღაცნაირი. ბატონო, მან ჩვენ უბრალოდ იმაზე ჩამოყალიბდით და შევთანხმდით იგივე მაყურებელს რო იცოდეს რომ ექიმის ჩართულობა როცა ეს პროცესებია ეს ცალკე თემაა და ადამიანის გადაწყვეტილება სრულიად ცალკე თემაა და ექიმის ხაზი გავუსვით სიტყვა ექიმს. კი, რა თქმა უნდა, მაშინ არის სწორი რომ სწორ გზაზე დააყენებს ადამიანს, თუნდაც
აუხსნის და მე ყველა თავისას გადაწყვეტს და ყველას თავის გზა გასავლელი ამ სამყაროში და ამ ცხოვრებაში. კარგი შეჯამება იყო და ეხლა ვითამაშოთ, ხო? ესეთ პატარა თამაში მოვიგონეთ თქვენთვის დღეს ჩვენმა გუნდმა. თუ ერთმანეთს შევეჯიბროთ ის მომიგებს იცოდე. პატარა შეჯიბრია, ძალიან პატარა სიმბოლური მაყურებელის გაერთობა და მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ რომ მოხვედით ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა. შენ მადლობა. მიხარია, ორივე ძალიან მიყვარხართ და ძალიან კარგია რომ ესე გამოვიდა ეს ამბავი. თითო კითხვაზე გავცეთ პასუხი და ვინც პირველ რამდენი კითხვა 2-3 კითხვა, ვინც პირველი სწორ პასუხს იტყვის, თუ ორივე სწორს ამბობთ, თითო კულა, თუ თქვენ ამბობთ ერთი კულა თქვენ, ერთი თქვენ და გამარჯვებულს გადაეცემა ძალიან კარგი ტიტანიას აქსესუარები, ეს არის მოვლის, ასე ვთქვათ, გერმანული ბრენდის მიერ წარმოებული თავის მოვლის საშუალებები და მოგებულს აქედან საჩუქრით გაგიშვებთ, ხო? ერთ რამეს მოვყვები რა. მოყევი კი. ლალი ყავს სტუმრად გადაცემაში და ანუ ეგეც ახსენი რომ ლალის პეძახით ერთმანეთს. ხუმრობით ესე იგი. უკვე აღარ მუშაობდით ერთად და ნიკა მყავს სტუმრად, გარდა ნიკასი მოდელი, გახსოვს ეგ გადაცემა? მოდელი, ანუ 3 წამყვანი ვართ, ნიკა და ერთ-ერთი მოდელი. მოდელი გოგონა, ანუ რეალიზებული მოდელი, ანუ პროფესიონალი მოდელი რა. ხო და შედარ და ვლაპარაკობთ, რომ აი ეს მოდელები, ანუ სტერეოტიპულ აზროვნებაზე საუბრობთ, რომ მოდელები აუცილებლად უნდა იყვნენ, თქვათ, უწიგნურები თუ რაღაცა, ხო? და ეს თემა კარგად რომ შევჭამეთ, ესე ვთქვათ, ვეკითხებით ამ მოდელს, რომ შენ რითი ხარ დაკავებული გარდა ვთქვათ შენი მთავარი საქმიანობისა, მოდელობის და მეო სორბონაში ვსწავლობ პარიზშიო და პაუზა. და საკურსოს ვწერო ეხლა და მკითხვა დავსვი რომ რა თემაზე მეთქი, რა მინდოდა, რა თემაზე წარ მეთქი მას საკურსოს და გამომხედა და დევიაციაზეო. და ყველამ ერთად დოდოშკას გავხედეთ, იმიტომ რომ ყველაზე განათლებული დოდოშკაა და დოდოშკას გავგვიდა გავიგოთ პასუხი. რა არის დევიაცია? და ლალი ჩახედა კამერას და კი მოდელი უწოდება ამასო. ყველა ასე რომ ცოტა შემეშინდა ეხლა თამაშის დევიაცია გავიჭიდოს რამე. კაი, თამაში შინაარსი უკვე აგიხსენით, საჩუქარიც რომ გადმოგეცემა ტიტანიას აქსესუარები. ძალიან კაი რაღაცა. ანუ მე უნდა მოვიგო, იმიტომ რომ ეს არ ჭირდება. კარგი. ეხლა მე გაგხსენებ სურათს და რომელი ცნობილი მომღერლის სხეულის ნაწილია წარმოდგენილი აქ. ძალიან მარტივი არაფერი რა. ესე იგი, ჯენიფერ ლოპესია ეს ბიონსეა თუ მადონა, ხო? ნუ კაი საჯდომი თუ არის? საჯდომი. ბიონსე. დაგასწარი. так, ეხლა ვნახოთ ვინ არის ეს. ეს არის ეს. ბიონსე? ლალი, მაინც კარგად ვიცი. კარგი, ერთი წავიდა წინ. ანუ ცოტათი უხერხული არის, მე მგონი რომ ბიონსეს რო იცნობ ამაზე. იცი რა და გეტყვი. მეც, შენობი, მე. იცი რა და ბიონსე. ჯენიფერ ლოპეს ძალიან დიდი უკანალი აქვს და ყველა შემთხვევაში გამოჩნდებოდა. ვიცი, ზომა. ამასაც ესეც არ უჩივის. ანუ ერთი იმასთან შედარებით კაი. მეორე კითხვა, ამ სამი მსახიობიდან რომელმა თქვა ვარი ბოტოქსის ინექციებზე და ბუნებრივი დაბედება არჩია. პასუხში ამ მომენტამდე ნიკოლ კიდმანი, სარა ჯესიკა პარკერი თუ რენე ზელვეგერი? ნიკოლ კიდმანი, არა კაცო პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული, ვერ ვიცანი. ლამაზი კი არის. ანუ პასუხი ნიკასი არის ნიკოლ კიდმანი? ვინ ჩამოთვალე? ესე იგი, ნიკოლ კიდმანი, სარა ჯესიკა პარკერი და რენე ზელვეგერი. რენე ზელვეგერი. ორივე წააგეთ, ეს არის სარა ჯესიკა პარკერი. ისე თქვა რენე ზელვეგერი რომ მეგონა. შეცდომა. თორე სარა მინდოდა მართლა რომ ტიტანის აქსესუარებს არ გვატანს ლალი. მაინც გავიტან საჩუქრებს. ჩაგეთვა. კარგი, ეხა ამ კითხვაზე მე მგონი ნიკო მოიგებს. ისე ნიკოლ კიდმანის მაგერად მე ყურის ბიბილოს ოპერაციას გავიკეთებდი. ნანახი გაქვს? რა გიშვები? გეხოცები დაგუგლეთ ნიკოლ კიდმანის ისეთი ფოტო სადაც უჩანს ყური. ხალხო აქვს არარეალურად ჩამოწელილი ყური რა. დიდი სქელი. აი იმდენად მომწონს. არა თვითონ ძალიან თხელი გოგო. თვითონ ძალიან თხელი არისტოკრატი და უცებ ყური აქვს. საერთოდ შენი აღმოჩენა თუ რაღაცა გაბაზრებული მე აღმოჩენდა მე რომ დავგუგლე აღმოჩნდა რომ პირველი არა ვარ. საკითხები Google-ში იპოვება, იშოვება იმის. მაგის ბიბილო და ჭადი ერთად არის. კარგი, შემდეგი. დავგუგლავ და გაჩვენებ. რა არის აბდომინოპლასტიკა? ყურის ნიჟარის ფორმის და ზომის ქირურგიული კორექცია, ყრიმალების გამოკვეთა არაქირურგიული მეთოდით თუ მუცლის წინაკეების მუცლის. თითო კულა ორივეს, წავიდა შემდეგი. ბრედ პიტმა ახალგაზრდობაში გაიკეთა მცირე ესთეტიკური ჩარევა. რომელ ზონაზე იყო ეს ჩარევა? წარბები, ნიკაპი თუ ცხვირი? ნიკაპი.
დადასტურებულია ეს არ არის ეს არ წამიკითხავს ჭორის დონეზე არ არ არის მის შესახებ არ ნიკაპი ესე იგი წარბები ნიკაპი თუ ცხვირი ცხვირი ისეთი აქვს სახასიათო და მგონია რომ სულ ეგეთი ნუ, აქვს გაკეთებულია ეგრე წარბები ტრადიცია. აიტკიცა მოდი შენ ნიკაპი მე ცხვირი კაი ნიკაპი ნიკა მოიგო ესე იგი 2-1 ხეს ორი კაცი ვერტიკალის წინააღმდეგა იმიტომ რომ არ გამატანოს სახში არბიტრია არავისთან კან არ არის კაი მე ხურებს გაჩვენე აბა ღიმილი ვისი ღიმილია ეს მე მგონი არ გაგიჩვენე ჯულია რობერტსის ეთახები რა თქმა უნდა კი ბატონო მარტივია იმიტომ რომ ჯულია რობერტსის ღიმილი მე მგონი კი, რა ყოველთვის თქმა უნდა. რაღაცა ისეთია ტრენდულია და ყოველთვის წინა პლანზე არის ხოლმე მე მგონია, რომ ფოქსი ეგ არის. აილიფტია ანუ ფოქსი აი ესე იგი აი დაახლოებით ეხა რო ვაჩვენო აი ესეთი ტიპის თვალები ხო ტენდენცია რომელიც ძალიან მოდური გახდა და გარკვეული სტანდარტების შეცვალა ესთეტიურ ასე ვთქვათ პროცედურებში და მოდურია ვინ შემოიღო და ვინ გაატრენდა ეს იყო თუ გახსოვთ ვინ აბა მადონა არა არ მოვიგონე ხა არ ვიცი ესეთი თვალებით ვინ ვინ იყო გაიკეთა ხო ფოქსის თვალები მე მგონი უფრო უკანა დროს უნდა ანუ უფრო უკან ისტორიაში უნდა წავიდეთ შანელებში და იქ უნდა ვეძებოთ არა 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 მე მინიშნებას მოგცემ თუ გინდათ ისა ვერბალურად ბებია ჩემი ბებია არ ვიცი ბელა ჰადიდი ჰადიდი მოძ ბელა ჰადიდამდე არ იყო ესე ნუ მან ასე ვთქვათ და ასე ვთქვათ შემოიტანა უფრო პოპულარულ ასპარეზზე გახადა უფრო პოპულარული ამ ტიპის პროცედურის წარმოება მოკლედ და ჰადიდი რა დღეშია გაიმარჯვა მეგობრობამ გაიმარჯვა ტიტანი ვიგვაქვს სახში ორივეს გაკატან საჩუქრებს აქედან რომ გავალთ ჩვენ გავიყოთ და გიხოციათ ერთმანეთი არა ესეა რომ ნანიკოსთვის არის ცალკე აკეთ წილა მანერვიული ხედავშე აი ესე მე და შეხო იცი რომ ორი წარმოადგინოთ თან რა საჩუქრებია გადმოგეცემათ გერმანული თავის მოვლის საშუალების ბრენდის ტიტანიას აქსესუარები მე არ ვიცი მაგრამ რომ ამოვიღო და ჩვენო მაყურებას ძალიან მჭირდებოდა იმიტომ რომ ჩემი დავაფუჭე ზუსტად გამოვიდა ტიტანია თავის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალების წარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია ევროპაში სახელიც ისეთი აქვს რაღაცა ტიტანია ქმნის სანდო ხარისხიან მარტივად გამოსაყენებელ პროდუქციას ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანთათვის და მიზნად თითოეულის ინდივიდუალური სილამაზის ხელშეწყობას ისახავს. ნანიკოს პროფესიონალური მაკიაჟის ფუნჯების ნაკრებს გადავცემთ. ნიკა სპეციალური მამაკაცის ხაზის მოვლის აქსესუარების ნაკრებს. მადლობა თქვენ. ჩვენი მაყურებლისთვისაც აქვს ტიტანიას ასე ვთქვათ პატარა საჩუქარი. ყველა ვინც ეკრანზე მითითებულ პრომოკოდს გამოიყენებს და აქ ეკრანზე დაიწერება ახლა პრომოკოდი, მიეცემა 30%-იანი ფასდაკლებით ტიტანიას ბრენდის სრულ ასორტიმენტზე წვდომა, ანუ აი ეს ფასდაკლება 30%-იანი წვდომა გაქვთ სრულ ტიტანიას გერმანული ბრენდის ასორტიმენტზე. აი ესეთი ამბავია. ლალი მოკა ჩაალაგა და მიდის ეს. რა თქმა უნდა. კლაჩია მოვიდა. ნორმალური, კარგი ხაჭოს ძალიან კარგი უნდა იყოს, კაი, მშვიდობაში. გონი მაკიაჟის კეთებასაც ვიწყებ და ეგ. ძალიან კარგი. აი რაღაცა პატარა ისა დაგასტიმულეთ მომიმართულებით. ხო, თუ არ დაიწყებ მე მომეცი დავხატავ მაგრამ. ფუნჯები გამოყენებას იპოვეს. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ნანიკო, ნიკა, იმისთვის რომ პოდკასტ ძალიან დიდი მადლობა. ხო, პოდკასტი დენიელა წინ მიიწევს. ეს ჩიკა თუ არ მაჩუქე ისე არ წავალ. ლალი გუშინ ძისახში რა ვიპოვე მე და შე რო ვარ ჩიკაზე დაბეჭდილები მართლა ცირკში რო დავაბეჭდინეთ გახსოვს გუშინ ვიპოვე ის ჩიკა მოტეხილი აქვს სახელ ნეტა წამომდა დაგიწებებ კაი აი კერამიკასთან ექნება რაღაც კაცი სახელოსნო კაი ძალიან დიდი მადლობა ხახნო მადლობა წარმატებები საქმიანობაში ნიკა შენ წკრივის წამოწყება ძალიან მაგარია მისასალმებელია ჯანმრთელობა ნანიკო ყველაფერს საუკეთესო შენ გაგიგმილ ასე ვთქვათ უახლოეს და შორეულ პერსპექტივაში და მადლობა ჩვენ მაყურებელს მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ დროებით